ადამიანი დილას რო დგება და გამოდის, რა საჯარო სერვისებსაც ის ხვდება, არა კერძოს. თითქმის უმეტესობა ან არის თვითმმართველობის, ან უნდა იყოს. შეიძლება კანონში ეწეროს წყალმომარაგება და ხედავთ რომ შემდეგ ამას სხვა ბევრი კანონი აქვს იქ რეგულირება ხდება, ამას ლიცენზიანტი უნდა იყოს და ამ შემდეგ და ორი თვითმმართველობის გარდა თუ არ ვცდები. სხვები არ არიან ლიცენზიანტები. სოფლების წლების განმავლობაში დარჩენილი იყვნენ წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი პირის გარეთ. მე არ მეხება იქ ეს პასუხი არ არის. მიწა და ქონება, რომელიც დგას აი მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, უნდა იყოს მუნიციპალიტეტი. ვინც არის ამის მესაკუთრე, მას აქვს გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე. საშემოსავლო იძლევა ძალიან მკაფიო სურათს. თითოეული დამატებითი სამუშაო ადგილი და რაც შეიქმნება მუნიციპალიტეტში, იქიდან გადასახადის ნაწილი შევა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. უმეტესობა განვითარებულ ქვეყნებში არის საშემოსავლო ერთ-ერთი ანზიარია ან ადგილობრივია. ანზიარია ან ადგილობრივია. ნუ ის რომ საერთოდ არაფერი საშემოსავლოდან იქ არის ირიცხებოდეს, ეგეთი არ არის. დეცენტრალიზაცია რო კიდევ უფრო მაღალ ეტაპზე ავიდეს, საკუთარი გზის დაგებაზე სხვასთან შეთანხმება არ უნდა ჭირდება. მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენი პოდკასტების სერიას თვითმმართველობის საკითხებზე. დღეს შევეხებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას, ეს არის თვითმმართველობის მიერ მოქალაქეებისათვის სერვისების მიწოდება, აქ არსებული მდგომარეობა, პრობლემები, გამოწვევები და ნაწილობრივ არულად გადაჭრის გზებიც. დღეს ჩვენი სტუმარია უნიკალური გამოცდილების ადამიანი, ბატონი შოთა მურღულია. დღეს ის არის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი. იყო წლების განმავლობაში ქუთაისის მერი, მანამდე იყო ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე და შოთას გამოცდილების უნიკალურობა სწორედ იმაშია, რომ ის მუშაობდა ცენტრალურ ხელისუფლებაში, როდესაც დაეხებოდა თვითმმართველობები და შემდეგ ის მუშაობდა თვითმმართველობებში, ორივე მხრიდან დაინახა ეს პრობლემები და გამოწვევები, რომელიც გააჩნია ჩვენ თვითმმართველობის. მოგესალმებით ბატონო შოთა. ეხლა გვინდა ვისაუბროთ იმ თემაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების და თვითმმართველობის გამართული მუშაობისათვის, ეს არის სერვისები. ჩვენი კანონმდებლობით მუნიციპალიტეტებს თვითმმართველობის კოდექსით საკმაოდ ფართო უფლებამოსილებები გააჩნიათ, ჩავხედავთ იმ ჩამონათვალს, რომელიც არის მე-16 მუხლში. მიუხედავად ამისა, არის სერიოზული პრობლემები სერვისების მიწოდების კუთხით. შენ ორივე მხრიდან ნახე ხო ეს პრობლემა, იგივე ვთქვათ, წყალმომარაგების საკითხი ხო, რომელიც მუნიციპალიტეტს აქვს თავიდან ბოლომდე გადაცემული, მაგრამ სინამდვილეში მას არანაირი განსაკუთრებით ქალაქებში კიდევ უფრო მძიმეა ეს სიტუაცია, არანაირი შეხება არ გააჩნიათ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, უბრალოდ არანაირი ბმა არ გააჩნიათ. პარალელურ სივრცეში მუშაობენ, მიუხედავად იმისა, როდესაც წყალი ფუჭდება მოქალაქე მიდის მერიაში, ითხოვს რაღაც რომ გაკეთდეს, არაერთი შემთხვევა მომიყოლია ამის შესახებ და მერია ეუბნება, რომ მას არ შეუძლია ამის გადაჭრა და ის ამ მოქალაქეს უშვებს, ან თავად პირისპირ უკავშირდება წყალმომარაგების კომპანიას და ასე არის ბევრ საკითხში. აი შენ როცა მუშაობდი, როგორ ქონდა ეს პრობლემა, რამდენად პრობლემური იყო და როგორ აგვარებდით ხოლმე ამ საკითხებს? ძალიან საინტერესო საკითხია, იმიტომ რომ ჩემი აზრით ადგილზე მოქალაქეები, ამორჩევლები, ჩვეულებრივი მოქალაქეები ადგილობრივ ხელისუფლებას რაღაც ფუნქციების შესასრულებლად ირჩევენ. ყოველ შემთხვევაში ასე უნდა იყოს და ალბათ უმეტესობა ეგრეცაა. და აქ პირველი საკითხი არის ერთი რა წერია კანონში, რაც რა თქმა უნდა თავარზე მთავარია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ასევე რა აღქმა აქვს მოსახლეობას. ანუ ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას რა თემების მომგვარებლად აღიქვამენ. და ხშირად აქ აცდენა. ანუ ის რაც შეიძლება კანონში ეწეროს და მეორე რასაც შეიძლება აღიქვამდეს მოსახლეობა და ეს აცდენა სხვა შორის შარშან ჩატარებულმა კვლევამ, აი თვითმმართველობის დიდი პროგრამა, რომელიც ხორციელდებოდა, იქ 10 ქალაქში ჩატარდა და გამოჩნდა, რომ მოსახლეობას თლათ ბოლომდე გამიჯნული არ აქვს, ანუ რა არის ცენტრალურის, რა არის ადგილობრივის. ეხლა რატო ამბობ ამას, რომ გვინდა არ გვინდა ამ ადამიანების აზრი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთი თუ ცდება
და თქვათ არ არის თვითმმართველობის რაღაც უფლებამოსილება და მოსახლეობას მიაჩნია ამის ახსნა თითქმის შეუძლებელია მეც მქონია ეგეთი რომ როგორც კი იწყებ რომ ან დენზე ან გაზზე ან ამ სხვადასხვა სერვისებზე რომელიც მათ ყოველდღიურად ჭირდებათ და იქ რაღაც პრობლემაა და თქვათ გიკავშირდებიან მე არ მეხება იქ ეს პასუხი არ არის იურიდიული პასუხია იქ მაგრამ ესე ცხოვრებაში ამას არ იღებს ადამიანი მინიმუმ რაღაც მედიაციურ ანუ შენს შუამავლობას ელოდება რომ შენ ვისაც ეხება მასთან ამ თემის მოგვარებას დაიწყებ. მეორე საკითხი არის, რა თქმა უნდა, რაც ემთხვევა, ანუ კანონშიც გიწერია და მოსახლეობასაც ეს აღქმა აქვს და ბევრი საკითხი ეგეთია, სხვათა შორის ახლა რომ ჩამოყვეთ ხო რაღაც ვთქვათ, ნარჩენების შეგროვება, გატანა, რაღაც ადგილობრივი გზების მოწესრიგება იქნება, გარეგანათება იქნება, წყალმომარაგება იქნება ესენი ესეთი მსხვილ საკითხებს ვამბობ იქ პარკირება და ბევრი სხვა საკითხია და ამაში რა თქმა უნდა კანონითაც გეხება მაგრამ აქაც არის ერთი რაც შენზეა სრულად დამოკიდებული და არის ნაწილი რომელიც ან ნაწილობრივაა დამოკიდებული ადმინისტრირება მის ან საერთოდ არ არის კი არ ეხება მუნიციპალიტეტს ბოლოს პარკირება სერიოზული პრობლემა იყო და ესეთ შეგვიძლია თითოეულსაც მიყვეთ შემდეგ, მაგრამ ეს არის ის საკითხი და პრინციპში ახლა ადამიანი დილას როდგება და გამოდის, რა საჯარო სერვისებსაც ის ხვდება, არა კერძოს. თითქმის უმეტესობა ან არის თვითმმართველობის, ან უნდა იყოს, ხო? იქ გამოვიდა ტრანსპორტი დაჭირდა, გზა უნდა იყოს მოწესრიგებული, ღამე განათებული უნდა იყოს, ნარჩენები გატანილი უნდა, ეს ყოველდღიური თემებია. ზოგ ქვეყანაში საერთოდ თვითმმართველობას ეგრეს კი ქვია, ხო, რაღაც კომუნალური ვერბალტუნ გერმანიაში მაგალითად რომ თარგმნოს რაღაც კომუნალური ხელისუფლება, იქ კომუნალსაც არ ამის ნიშნავს, მაგრამ ჩვენ ესე კომუნალურსაც შეგვიძლია დავგავშოთ. ხო, მთავარი გამოწვევები რა არის, ხო? თქვათ, შეიძლება კანონში ეწეროს წყალმომარაგება და ხედავთ რომ შემდეგ ამას სხვა ბევრი კანონი აქვს, იქ რეგულირება ხდება, ამას ლიცენზიანტი უნდა იყოს და ამ შემდეგ და ორი თვითმმართველობის გარდა თუ არ ვცდები. სხვები არ არიან ლიცენზიანტები, ანუ კი ისინი წვალობენ სოფლებში მილებს ჩადებენ სათავე ნაგებობაში თანხას დახარჯავენ მაგრამ ისინი არ არიან წყლის მიმწოდებლები იმიტომ რომ ოფიციალურად კანონით ლიცენზიანტი უნდა იყოს და ლიცენზიატი რო იყოს მერე წყლის მოპოვების ლიცენზიაც უნდა კონდეს მიწოდების ლიცენზია უნდა კონდეს და ასე შემდეგ ესე რო შევხედოთ გამოდის რომ ორი მუნიციპალიტეტის ან შეიძლება სამი ახ თბილისს თუ ჩავთვლით და ნაწილ თვითმმართველობებში ხო საერთოდ თვითმმართველ ქალაქებში იქო სახელმწიფო კომპანია, ან კერძო კომპანია, ან GVP, ან გაერთიანებული კომპანია. არის ხომ თბილისის იქეთ, რუსთავშიც ნაწილობრივ GVP-ა. ცხეთის რაღაც ნაწილში არის GVP. ხო, ამით ირისი თქმა მინდა რომ კი ცდილობენ თვითმმართველები, მაგრამ ეს სამართლებრივად მოგვარებული არ არის, იმიტომ რომ კითხოთ წყლის მიწოდების სამართლებრივი რაღაც ნებართვა ლიცენზია არ აქვს აღებული. მიუხედავად იმისა, რომ თქვა კანონში წერია. ამ თემას სერიოზული მოგვარება უნდა და ახლა წყლის თემა მომენ ცალკე სამსჯელო თემაა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, განსაკუთრებით ეს სოფლის წყალმომარაგებას ეხება, იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ სოფლები წლების განმავლობაში დარჩენილი იყვნენ წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი პირის გარეთ. ყველაფერი თავის დროზე მისცეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, რომელსაც უარი განაცხადა ფაქტობრივად სოფლების მომსახურებაზე იმ მიზეზით, რომ არამონგებიანი იყო, მათ თქვა რომ კერძო კომპანიაა და სწორედ მიშენ ლიცენზიანტები ვერ შეირჩა, ხო აი მარნეულის მაგალითი იყო ჩვენთვის ძალიან კარგი მაგალითი, როდესაც ეცადა მერი გააკეთა წყალმომარაგების კომპანიას 70%-მდე აიყვანა ამოღება ეს იყო მუნიციპალური კომპანია, მაგრამ შედეგად რა მიიღო? სახელმწიფო მიიღო გააწყობილება, ეს გააუქმა და მიუერთა გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას ისევ. ანუ პასუხისმგებლობა, როდესაც გაჩნდა პასუხისმგებელი ორგანიზაცია, რომელსაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიმართ და თავად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მიმართ შეეძლოთ ეს პასუხისმგებლობა აიღო, ის გააუქდა და გაერთიანებულ ანუ პრეცედენტი არ დაუშვეს იმისა, რომ ასეთი კომპანიები შექმნილიყო სამწუხაროდ. შემდეგ კი ახლა კი დაიწყო შექმნა, მაგრამ ახლა სერიოზული პრობლემებია, იმიტომ რომ აღარ არსებობს ხალხი იმის გამო, რომ წლების განმავლობაში ფაქტიურად ეს სერვისი აღარ იყო მუნიციპალური, ხალხის პრობლემაც აქვს, განმუშახელის პრობლემაც არის, პროფესიონალიზმის პრობლემაც არის და რასწავლარია ჯერ კიდე გაყოფილი არ არის ამ წყალმომარაგების სისტემები, რა არის მუნიციპალური და რა არის
გაერთიანებული წყალმომარაგების ხელში და მუნიციპალიტეტს კიდევ უფლება არ აქვს იქ გააკეთოს სამუშაოები იმ ქონებაში, რომელიც მას არ ეკუთვნის და ეს პრობლემა გვაქვს ახლა, ხო? ანუ ბევრი ნაწილისგან შედგება ხე ეს წყალმომარაგება, საუბრობთ სხვადასხვა თემებში, ხა არ არის საუბარი სურვილი აქვს თუ არ აქვს, შეიძლება სურვილიც იყოს, მაგრამ ამას სჭირდება სხვადასხვა ეტაპები, მათ შორის სამართლებრივი და ქონებრივი საკითხები, ახლა რასაც შევეხეთ, ხო? ანუ სხვის ქონებაზე ვერ ხარჯავს, გინდათ ერთი ან გინდათ მეორე, ან მაშინ შესაბამისი შეთანხმება უნდა არსებობდეს. მეორე არის რომ ახლა იმ საბჭოთა პერიოდის შემდეგ ეს თემა მიშვებული იყო, ხო? ანუ ყველამ ვიცით რომ რაღაცა სოფელში ხალხი თავისით სათავეს შეავლებდა და შეიძლება საბჭოთა კავშირის დროსაც კი და შემდეგ დაიწყო, შემდეგ გვახსოვს ხო თვითმმართველობებმა დაიწყეს ეს წყლის თემა, მე ვამბობდი 20-25 წლის წინათ თემას, შემდეგ წამოვიდა და ითქვა რომ მოდი ორი კომპანია შექმნათ დასავლეთი და აღმოსავლეთი, ესეც შეიქმნა დასავლეთი წყალი, აღმოსავლეთი წყალი. შემდეგ ეს გაერთიანდა და გახდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. შემდეგ ითქვა რომ ეგ წარმოუდგენელია ხო სოფლის დონეზე ცენტრალურმა კომპანიამ, რაც არ უნდა იქ წარმომადგენლები ჰქონდეს, ამიტომ ითქვა რომ მოდი დაბები და ქალაქები, ან მასთან ძალიან ახლო მდგომი სოფლები ისინი ამას კომერციულად მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო შეფესი არის, მაგრამ მაინც შეფესი არის და ამბობს, რომ ხა ზედმეტ თვითონ ანუ ის მეტნაკლებად კომერციად უყურებს ამას. და დარჩა ძალიან დიდი არეალები. კომერცია და ამ დროს ეს არის სერვისი, ხო? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს სერვისი, რომ წამგებიანი უნდა იყოს, მაგრამ სერვისის მოწოდება არის აუცილებელი მოსახლეობისათვის. ანუ წყალია, ხო? ეს არ არის რაღაცა ისეთ სერვისი, სპორტული ორგანიზებების მოწყობა. სწორად არის, რომ ეს თვითმმართველობის საქმეა. ჩანაწერი კანონში სწორად ამიტომ ჯერეთი ამას აქედან ვერავინ ვერ მართავს. რთულია წარმოუდგენელია ხა ხო რა 3600 სოფელი გვაქვს სოფელია 3600 სოფელი ჯერ პრობლემა გაიგო მე ამ სისტემა მიმუშაოს ამიტომაც ეს თვითმმართველობის თემა რა ხა თვითმმართველობის როგორც ვთქვით სხვადასხვა საკითხები ერთი რომ იქ სად რა არსებობს ან ვისი საკუთრება ზოგი კერძო საკუთრებაშია დარეგისტრირებული სათავე მილი გადის სხვის ტერიტორიაზე ან სამართლებრივი თემის ერთი მოგვარება მეორე არის აი ეს წყლის მოპოვების ლიცენზიანტობა მე არის მიწოდების და მე არის ტარიფი და ასე შემდეგ რა. პირობები, იმიტომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ მოსახლეობას, სხვადასხვა აი ჩვენ ასოცირების შეთანხმებები ქონდა გარკვეული ვალდებულებები წყალმომარაგების კუთხით და მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდების კუთხით, დღეს საქართველოში სასმელი წყალი ბევრგან არ მიეწოდება. ანუ რაც მიეწოდება, ის არის ტექნიკური წყალი, თავისი ლიცენზიანტი არ ახარ, ვერ ზიტყვი რომ შენ სასმელი წყალს მიაწოდებ. შეიძლება ძალიან კარგი წყალი იყოს სადღაც, მაგრამ ოფიციალურად იმას ვერავინ ვერ ხედავს. სოფელში ოღონდ ეს არ არის ხო, გასაგებია ეგ არაა დაზღვეული. იქ შეიძლება რაღაცა პროცესში მოხდეს. არც არავინ არ ამბობს და საერთოდ წყალს ვაწვდითო არც არავინ არ ამბობს სოფელში, არამედ ამბობს რომ ხელს ვუწყობთ აი ამ ინფრასტრუქტურის განვითარებას. ხო, ანუ მე სოფელში თუ ცხოვრობ. ანუ ეს არ არის სერვისი კლასიკური გაგებით სინამდვილეში. შეწყობა რაღაც კომპონენტების და ეს საჭიროებს დალაგებას, ანუ მოგვარებას. ოღონდ ზართული იქნება, მაგრამ ზართული იქნება, მაგრამ გასაკეთებელია. კიდევ ერთი თემა, რომელიც აი შენ შეესწავლეთ, ან ორი მხრიდან შეხედავდი ხო სამინისტროდანაც და უამრავი საკითხი, რომელიც არის მერიის კომპეტენცია, თვითმმართველობის კომპეტენცია, აი ალთათ ინფრასტრუქტურული პროექტები. ხო? და რომელსაც ფაქტიურად მერია იძულებულია, რომ მან უნდა დაწეროს პროექტი და ამისათვის ფული მოიპოვოს. კი, წლის დასაწყისში მას აქ რაღაცა გამოყოფილი, იცის თავისი პარამეტრები ფინანსის სამინისტრო უგზავნის, მაგრამ მერიაც არ არის ამ თავისუფალი მიუხედავად იმისა, რომ სრულად მის კომპეტენციაში უწერია, როგორც წყალმომარაგება, ანუ კარგად მახსოვს, თქვენთან სამინისტროში პირველი კომისიის ხტობა რომ გაიმართა, რომლის წევრიც ვიყავი და 100 მილიონის პროექტები იყო შემოსული და 80 მილიონი იყო, 80 მილიონი ფინანსები, 20 მილიონი უნდა ამოგვექცო. ამ მაშინ კითხვა დავუსვით, რომელმა იცით ახლა აქ სამინისტროების და უწყებების წარმომადგენლებმა ფოჩი ეს პროექტი უნდა გაკეთდეს, იქ რაღაცა ტროტუარების მოწყობა იყო, მეორე განგზის მოწყობა იყო, აი საიდან უნდა დავასკვნათ ამ 22-მა კაცმა. ეს სისტემა არ შეცვლილა. ანუ გადაწყვეტილებებს რა გაკეთდეს მუნიციპალი წარმოადგენს პროექტებს რაღაცანაირად და მე იქიდან ირჩევენ ადამიანები, რომელსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს. არც მუნიციპალურ საჭიროებაზე არის სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთი წარმომადგენელი ამ სამინისტროს ერთი წარმომადგენელი ამ სამინისტროს ერთი წარმომადგენელი აი მოდიან ზიან
ხელს აწევენ მიდიან. აი ეს სისტემა რამდენად პრობლემური არის საბოლოო ჯამში. რომ გადაწყვეტილებებს იღებენ ის ადამიანები, რა გაკეთებს მუნიციპალურ არიციან 100 წელი იმის მომხმარებელი არ იქნებიან, 100 წელი წარმოდგენა არ აქვს იქაურ პრობლემატიკაზე. და შენ გინახია სხვა ქვეყნების მაგალითებიც ამ კუთხით, რამდენად სრულიად საპირისპირო სიტუაცია გვაქვს აი ამ კუთხით. ხო, ნუ ეს რეგფონდზე არის, რეგფონდზე, შეიძლება სხვა ფონდიც თქვათ, მაგრამ ნუ ძირითადად ეს ფონდი არის. მის განაწილებაზე იყო ხო საუბარი, მეც როცა ჩავერთი ამ პროცესში თავიდან საერთოდ წესს არ არსებობდა. ვიცი მახსოვს. ხო, ნუ ზოგადად იყო, რომ ესე უბრალოდ ზარებით და რაღაცებით ეს ხდებოდა, ნუ მაჟორიტარი მინისტრი რაღაცას რაღაცა 9-10-11 შემოვიდა ეგ ფონდები და იყო ესე რა, ნუ პირადი ურთიერთობა. ნუ მე წამოვიდა და ითქვა, რომ მოდი დავალაგოთ და ყოველ შემთხვევაში რაღაც ვიცეთ ფორმა, რაღაც წესი შევიმუშაოთ. ყველა რთული იყო, ვის ამდენი თანხა უნდა გაუნაცვლო. ხო, ანუ ყველა რა თქმა უნდა მეტი უნდა და რა ახლა უნივერსალური კრიტერიუმები სამწუხაროდ არ არსებობს. კი, რა თქმა უნდა, ბევრი გამათი დავა, იმიტომ რომ იმათიც მესმის, ხო, იმათიც მესმის, რომ იმას ახლა თავისთვის უნდა მეტი წაიღოს თავის მუნიციპალიტეტისთვის, ვერ დაძრახავს, მართალია, მაგრამ ახლა რესურსი ხო შეზღუდულია. და ნუ ყველაზე ვიცით უნიკალური უნივერსალური რაღაცა რომ დათვლეს მათემატიკურად არა, იმიტომ რომ ზოგთან სხვა კრიტერიუმია, ზოგთან სხვა და ნუ მეტნაკლებად რაღაცნაირად ეს მოჭრილი თანხა ყველას და მე რაღაც კომპონენტის მიხედვით მე ამას დაემატა მაღალმთიანობა ასე შემდეგ ასე შემდეგ. კოეფიციენტები. თავარი პრინციპი რა არის, რომ თავარი პრინციპი სადამდე უნდა მივიდეს ეს იდეაში უნდა მივიდეს, რომ არსებობდეს ვის რა რამდენი და სასურველია ეს თანხა არა ფონდიდან გამოყოფადი იყოს, არამედ მათ როგორც საკუთარი შემოსავლები მიეცეთ ეს მესმის რომ ფინანსთა სამინისტრო და ასე შემდეგ თავს იზღოდნენ და ამბობდნენ რომ ახლა მე რომ საკუთარ შემოსავლად რაღაცნაირად ისე გავაკეთო და ეს სოციალურში გადაისროლონ. ანუ მათ დელეგირებულს გავაკეთო. ხო, ანუ ამ ფონდის თანხა მიდის თითქმის 100%-ით არაფინანსურ აქტივებს დაში, ანუ საჯარო ინვესტირებაში ესე რომ ვთქვა, რა ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია და სერვისაც უხდება და ამ შემდეგ და მაგრამ სადამდე უნდა მივიდეს ბოლოში. რა თქმა უნდა, ეხლა დეცენტრალიზაცია რო კიდე უფრო მაგალ ეტაპზე ავიდეს, საკუთარი გზის დაგებაზე სხვასთან შეთანხმება არ უნდა ჭირდებოდეს. აქაც ალბათ კრიტერიუმები შემდეგ გადასახედია და შეიძლება უბრალოდ ამ საბჭომ ბოლოს ესეც იყო დაგეგმილი, რომ რაღაც აკრძალვები იარსებებს, რომელიც ნუ რაღაცა თქვა რაღაც სახელმწიფოებრიობიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი, რომ რაღაც გააკეთო. უბრალოდ ტრანსფერით მიეცი და გააკეთებს. შეიძლება იყოს იქნება თანხები, რომელიც პირველ ეტაპზე შეიძლება ეს იყოს თანხები, რომელიც მიზნობრიობა იქნება განსაზღვრული, თუნდაც ავიდეს ინფრასტრუქტურაზე. მე სიმართლე გითხრათ, რაც მან ჩართულობა მქონდა, ნუ ახლა როდესაც რაღაც რაოდენობაზე იყო, მაგრამ ეხლა რომ წინასწარ იციან, რამდენი ექნება დაფინანსება, ეგ ნუ წინგანად მუნაბიჯი, ახლა მეტნაკლებად რომ შენ დაგეგმვა შეგეძლოს მომდევნო წლის. ხო, მე ვერ ხვდები, მაგალითად, ანაე შეიძლება უთხრა თვითმმართველს, არა, ეგ პროექტი კი არა, ამ პროექტს ეს ჯობია. ხო, ნუ ამის არც უფლებამოსილება გაგწესით, რომ თქვა, იმიტომ რომ ის არის კარჩეული. ხო, მაგრამ ესეთი რაღაცა ზუსტად აი ამ სატელებ გამიგია ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, რომ თბილისში ირჩევენ ფაქტობრივად რა გაკეთდეს. სხვადასხვა კატეგორიებით. ეს ზოგადად პრობლემაა. არის ხო, რანაირად უნდა იცოდე, რა გამორიცხულია. გასაგებია, რომ შეიძლება ამ ფონდის რაღაცა მიზნობრივი სეგმენტები განსაზღვროს, მაგალითად საბავშვო ბაღები და პირობითად ახლა ისიც შეიძლება უკვე ძალიან მაღალ დონეზე რო იქნება თვითმმართველობა, ეგეც არ უთხრა, იმიტომ რომ ესეც მისი გადასაწყვეტია, მაგრამ ნუ ზოგადად შეიძლება სახელმწიფო პოლიტიკა იყოს, რომ განათლების ნებისმიერ ეტაპზე და ამიტომაც ითქვა, რომ 20% შეუძლია ახლა ევროპაში სადაც თვითმმართველობა განვითარებულია, ხო, არსებობს ის ფული, რომელიც თვითმმართველობა არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი. სახელმწიფო თუ კი განსაზღვრავს, რომ არის რაღაცა პრობლემა, თქო, საბავშვო ბაღი აკეთებს. მას აქვს საშუალება მიზნობრივი ტრანსფერები გამოყოს ამ კუთხით და უთხრას თვითმმართველობას, რომ შენ გეძლევა ეს თანხა, შენ ამაზე უნდა წარმოადგინო. ამ პროექტზე ამ ფულის მიზნობრიობა არის იმაში, რომ საბავშვო ბაღი განვითარდეს თუ IT სფერო რაც ექნება, ხო? ან რაღაცა სერვისები განვითარდეს. მაგრამ თავი და თავი ლაპარაკობდი შენს, რომ
ეს თანხა საკუთარ შემოსავლებში უნდა კონდეს სინამდვილეში. თუ გვიანები ეგრე უნდა მოხდეს. შესაძლებლო გადასახადი ქონების ეს არის მუდმივი თემა საქართველოში სამწუხაროდ 2005 წლიდან, როდესაც ის მე რასაც უძახი ანტირეფორმა დაიწყო, როდესაც ყველაფერი წაართვეს 2005-2008 წლებში საკუთარი შემოსავლებით თვითმმართველობას. და თავიდან ბოლომდე დასვეს ცენტრალიზებულ ტრანსფერზე. ახალი ხელისუფლება მოვიდა, დაპირებით რომ ყველაფერი შეიცვლებოდა, კარგად გახსოვს, როდესაც რეფორმაზე მუშაობდით, ეს ყველაფერი ჩაიდო, ყველაფერი გაჩერდა. მე ანუ ისე ძალიან მოსაწონია თითქოს ხო ეს სისტემა, რომ ყველაფერი ჩემ ხელშია, როცა მინდა მოგცევ, როცა მინდა არა მახსოვს ეგრე წალენჯიხეს მერი რო აირჩიეს ოპოზიციიდან, პრემიერი გამოვიდა და ბრძანა რომ კაცო მაგებებს ვერ გააკეთოს, ფული ჩვენ უნდა მივცადო. ეს არის მოტივი. აი საშემოსავლო გადასახადი, რომლის გადაცემაზე, ოსიარ გადასახადად გაკეთებაზე ბევრია საუბარი, სამწუხაროდ არაფერი არ ხდება წლების განმავლობაში. აი შენი მოსაზრება, შენთან ეკონომისტი ხარ, რომელიც ამ თემებზე მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც მუშაობს, მაფათი ახლა ამ გადახდივისა რამის დანაშაულია უკვე აღოზე საუბარი, მაგრამ მაინც აი როგორ უნდა იყოს შენი აზრით ეს თემა გადაჭრილი? კი, ბოლოს წლების განმავლობაში მე ამ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ხელშემწყობ პროგრამებში ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული. ახლა იმ პროგრამებში სამინისტრო არის ერთ-ერთი წამყვანი, ხო და ეს სტრატეგია არის ხელისუფლების დამტკიცებული მთავრობის და შესაბამისად ახლა ბევრი მსჯელობაც იყო აქ, რომ არა ისე რომ მინდა ან არ მინდა, დასაბუთებით. იყო მინიშნებები, რომ გაკეთდებოდა რაღაცა. ნუ ყოველ შემთხვევაში სტრატეგიაში ეგ მიმართულებები იყო. კვლევების დაიდო საშემოსავლოზეც, ნუ ჩვენ ვიცით ხო ეს რეფორმა ის DGG-ს რეფორმა, რომელიც ანუ ზოგს მოწონდა, ზოგს არ მოწონდა, მე იმას მირჩევნია, ვიდრე იყო. ანუ გათანაბრებით ტრანსფერს, ნუ ის იყო, ესე იგი ის იყო დამსჯელი მექანიზმი რა 14 წელი. ერთი დამსჯელი და მეორე იყო რომ რაღაცა აბსოლუტურად უმოტივაციო იყავი რომ წინას ამდენ გაგეზდებოდა თუ არა თან ხარჯს. უხსნა 2019 წლამდე ჩვენ 2008 წლიდან მქონდა დაახლოებით ესეთი სისტემა რომ კარგად მომუშავე მუნიციპალიტეტი იჟებოდა, არაში გამოიხატებოდა მუნიციპალიტეტი თუ გაზდიდა საკუთარ შემოსავლებს. მას ზუსტად რა თანხითაც გაზდიდა შემოსავალს, იმ თანხიდან იგივე თანხა აკდებოდა იმ ტრანსფერიდან, რომელსაც მას ცენტრალური ხელისუფლება ურიცხავდა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას არ ჰქონდა არანაირი мотиваცია საერთოდ რაიმე ეკონომიკური განვითარების, რაიმე აქტივობის, ისინი უბრალოდ ხდნენ და უყურებდნენ, რამდენსაც გადმოურიცხავდნენ, ის ფული დაეხარჯა და სინამდვილეში ჩვენ მივიღეთ ამ სისტემით ქვეყანა, როდესაც ეკონომიკური განვითარება ჩამოვეკიდა ერთ უწყებაზე, ეკონომიკის სამინისტრო. მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში თვითმმართველობა ეკონომიკურ განვითარებაში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მათ შორის განსაკუთრებით მცირე ბიზნესის განვითარების კუთხით და იქ დასაქმების კუთხით. აი ეს ჩვენ სისტემაში აბსოლუტურად გამორიცხული იყო. კი, და მან 19-ში პირველი რაც გაკეთდა იყო რომ რა შემოსავალი არის ისეთი, რომელიც ერთი მზარდია და მეორე არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და ასევე მოიცავს ინფლაციას. და ესეთი არის დამატებული როლიც გადასახადული DGG. და ითქვა რომ აი DGG-ზე მიბმა და გათანაბრებით ტრანსფერის გაწევა იზრდება იმის საშუალებაზე თუ იზრდება ქვეყანაში ეკონომიკა შემოსავალი გაიზრდება ყველას, მათ შორის კონკრეტულ მუნიციპალიტეტსაც და ინფლაცია რამდენიც იქნება, ну მოგეთ DGG არის ძალიან ისე ცარკე DGG-ს მინუსი შოთა იცი შენ მინუსის ბევრია, უბრალოდ იმას ჯობია თქვა, ამას ვამბობ. არც ეს არის мотиваტორი, იმიტომ რომ DGG-ს დაზე ვერ ახდენს გავლენას მუნიციპალიტეტი. DGG-ს პრობლემა რაც არის, ოღონდ მე კიდე ეკონომიკის პრობლემა, ცოტა სიღრმეში შეიძლება შევიდეთ, მაგრამ გასაგებიც რო იყოს. DGG-ს პრობლემა ის არის, რომ მე თუ თაისი ვარ, ზესტაფონი ვარ თუ ამ შემდეგ, მე ჩემთან არსებული ეკონომიკის DGG არ მომდის, იმიტომ DGG სახია ეკონომიკის. ხო, ნუ ესეთი ფინანსური, არამედ მთლიანად ჯამის. ანუ მე რომ აკრათ ვიმუშაო და ორჯერ ეკონომიკა გავზარდო ჩემთან და ვიღაცამ ჩააგდოს, იმასაც გაეზდება და მეც თუ ჯამი, ანუ მოგეთ გადათანაბრება გაშუალდება ეს. ხო, ნუ გაშუალდება ერთად.
გაცილებით რა თქმა უნდა კარგი მოდელი არის, რომ თქვა მე ჩემ ეკონომიკაზე და ჩემ წარმატებაზე ან წარმატებლობაზე ვიყო და ხო, ეს არის მეორე, ზოგადად ეკონომიკას ორი თემით ზომავენ. ერთი არის დამატებული ღირებულება რა შეიქმნა და მეორე შემოსავლები რა განაწილდა. ეს ზოგადად ეკონომიკას შეგიძლია. და შემოსავლები საშემოსავლო არის, რომლითაც შეგიძლია ნახო რამდენი იყო შემოსავალი დაახლოებით. დამატებული ღირებულება რა შეიქმნა, დამატებული ღირებულების გადასახადია, ხო, არა იმპორტზე, არამედ ქვეყნის შემოსავლები შოთა ხო, ახლა პრობლემა რა არის მანდ რომ ვთქვათ, ერთი რომ მეც ვიყავ რაღაც დონეს ჩართული და მაინტერესებდა რიცხვები, ხო? იმდენად ასიმეტრიული განვითარება გვაქვს ეკონომიკური ქვეყანაში, რომ რაღაც ორი ქალაქი, ანუ თბილისი და ბათუმი ქმნის ქვეყნის ეკონომიკის 50%-ზე მეტს. და წარმოიდგინეთ, აგერ ვთქვით, რომ 3600 სოფელი გვაქვს. რამდენი ქალაქი გვაქვს, რა ვიცი 70-თან თუ რაღაც ასეთი. ქალაქი თვითონ ახლა ის მუნიციპალიტეტი შეიძლება ქალაქი და სოფელიც იყოს. და რამხელა ის გამოდის და თავარი პრობლემა ნებისმიერი ამ განაწილების არის, რომ ისე რომ ანუ მათ შორის სტატისტიკასაც კი რომ წავაწყობთ და ისა თბილისი თუ არ მოიღე დიაგრამა არ გამოდის. დენად ასიმეტრიული არის ყველანაირი მონაცემი. და შესაბამისად, ანუ მაგ უბრალოდ მოფიქრება უნდა რომ ეს ძალიან დომინანტები რაღაცა მაშინ სხვა თემით უნდა დარეგულირდნენ, თორე ეხლა რომ თქვა ჩვენ რომ მოდი საშემოსავლო, ვისაც რა აქვს ის დარჩესო, გამოვა რომ ეს ორი ქალაქი გადაივსება და თქვა ლენტეხში არაფერი არ მოხდება. საშემოსავლო აქ სწორედ იმაზე არის საუბარი, თვითმმართველობის რეფორმას თუ უყურებთ, ეს არ უნდა უყუროთ მარტო ფინანსური ინსტრუმენტების შექმნას, ხო? როდესაც სტრატეგია განიხილებოდა მაშინ მუნიციპალიტეტი მერებს რო შეხვდა, მეც ვესწრებოდი ახლა პრობლემატიკა ვესილა, ზოგს ვეკითხებოდი, აი საშემოსავლო ერთოთი გვერდზე გავწევთ, შენ რომ საძოვრები დაგიტოვოთ. აღმოჩნდა რომ საძოვრები რო დაუტოვონ ზოგიერთ მუნიციპალიტეტს, შეიძლება გაუორმაგდეს საკუთარი დღეს არსებული ზოგს მიწის საკითხი აქ ეს. ანუ ფაქტიურად მუნიციპალიტეტების უმრავლესობას აქ რაღაცა რაც მას ეკონომიკურად გააძლევინებს და შეიძლება წინათ წაიყვანოს, ოღონდ ამას უნდა სწორად მიხედოს. ზოგს აქ ბუნებრივი რესურსების გადასახადი, ის უნდა იყოს გაყოფილი, ხო? მოსაკრებლები. ანუ ჩვენ თუ ამას უყურებთ, ხო? ძალიან ბევრი კომპონენტია მაგაშია საქმე. ცალკე არ უნდა აიღო რა. ესე რო ავიღოთ პირობითად ბოლნისისთვის ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მოსაკრებელი არის გაცილებით დიდი, ვიდრე შეიძლება და ეგ იყოს. ნუ წლები ესე იყო, ახლა ბოლო წელი არ ვიცი, მაგრამ ანუ რა თქმა უნდა, საშემოსავლო და ეგ რო ავიღოთ იმისთვის, აი თქვათ, მინერალური ამ წყლის ბორჯომი, ნუ ადრე ტყიბული იყო, ეხა თქვათ, არ არის, მაგრამ ჯეათურა და ნუ არის მუნიციპალიტეტები, რომელიც ბუნებრივი რესურსებზე არის. არის მუნიციპალიტეტები, რომლებიც აი საძოვრები ვახსენოთ, ხო, თქვათ, მანისის მუნიციპალიტეტი და შემდგომ, რომელსაც ძალიან სწორედ საკმაოდ კარგი რეფორმა გააკეთეთ, თვითონ დაირეგისტრირეთ და იჯარით საკმაოდ კარგი თანხა შემოთ. ანუ რითი თქმა მინდა, ყველა ეს მუნიციპალიტეტი ერთმანეთისგან განსხვავდება. შეიძლება რაღაცნაირად ამათი დაჯგუფება. ხა რაც შეეხება ამ საშემოსავლოს, თავიდან იყო, ახსოვთ ხო, მცდელობა, რომ ინდ მეწარმეების საშემოსავლო და ნუ მერე ცოტა პრობლემა შეიქმნა იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ სამეურნეო თქვა რომ ვერ ვითვლი საშემოსავლოების წარმოშობას ძალიან ხო, ანუ უბრალოდ როგორ მე თუ ინდ მეწარმე ვარ და მე 100 ლარი გადავიხადე, სწორად დავადეკლარირე ის კოდი თუ სხვა კოდი თუ თანხა არ დაგაკელით, ნუ შეიძლება რაღაც დეკლარაციის მცირედი ჯარიმა თუ რაღაც და თურმე წლები რაღაც გუთაისელის ესტაფონის რაღაცაზე აღიქვამდა თავის თავს და შემდეგ და ეს ძალიან აირია და მიხდით საერთო ჯამში ისევ იგივეს იხდიდა ეს ხალხი, მაგრამ მაგრამ შოთა მოდით ხო, ათობით მილიონი არის დახარჯული საქართველოში იმისათვის, რომ ეს საგადასახადო სისტემა მოგვეგვარებინა და წმინდა ბიუროკრატიული პრობლემის გამო, იმის გამო, რომ წლების განმავლობაში არ აკვირებენ ამ პრობლემას. მე 2014-ში მესმის, რომ პირველად რო შევხვდით ფინანსთა სამინისტროს ამ რეფორმაზე, მაშინ ითქვა, რომ ბაზები არ აქვს მოგვარებული, 11 წელი გავიდა. დღესაც როდესაც ეკითხები რა, ბაზები არა. ნება უნდა. ამას უნდა ნება და ეკონომიკური ზუსტი დასაბუთება, თორე ტექნიკურად ძალიან გამართული არის. ჩვენი საფინანსო სახაზინო, ეროვნული ბანკი, ეროვნული ბანკი შეიძლება პირდაპირ ამას შეხება არ კონდეს, თუმცა მის მეშვეობით ესენი შეიძლება სოფლიოში ერთ-ერთი ტექნიკურად ძალიან გამართული სისტემა გვაქვს. აქ არის რამდენად ეს მიაჩნიათ, რომ არის შეწოდილი, ეს მეორე არის რამდენად ხო.
იმიტომ რომ ეხლა თუ შევხედავთ და გადავიდეთ თუნდაც სხვა თემაზე, თუ შევხედავთ ამ თემას, უყურებთ რომ რა თქმა უნდა უმეტესობა განვითარებულ ქვეყნებში არის საშემოსავლო ერთ-ერთი ანზიარია ანადგილობრივია. ანზიარია ანადგილობრივია. ის რომ საერთოდ არაფერი საშემოსავლოდან იქ არ ირიცხებოდეს, ეგეთი არ არის. და ესეც არ არის რომ ახლა გერმანია კი ძალიან განვითარებული ქვეყანა, მაგრამ ყველა თანაბრად განვითარებული მუნიციპალიტეტი იქაც არ არის. იქაც არის და ეს მეტნაკლებად რაღაც რეგულირდება. ალბათ მივალ ეს რეგულირდება გათანაბრებითი ტრანსფერით, ხო? ევროპაში ეს არის გათანაბრებული. შეიძლება ამერიკაში საერთოდ სხვა ამერიკაში შეიძლება მუნიციპალიტეტი გაკოტრებულად გამოცხადდეს და გაკოტროს და არის ესეთი შემთხვევები და კიდევ მთელი ამბავი მოყვეს მაგას. ერთი რამე უნდა ვთქვათ, ხო, ადამიანებსაც რო აუხსნათ, რატო არის საშემოსავლო მნიშვნელოვანი, მათ შორის სერვისების განვითარების კუთხიდან. საშემოსავლო იძლევა ძალიან მკაფიო სურათს. თითოეული დამატებითი სამუშაო ადგილი და რაც შეიქმნება მუნიციპალიტეტში, იქიდან გადასახადის ნაწილი შევა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. ანუ დღევანდელი სისტემიდან განსხვავებით, ხო, როდესაც აი რა თქვა ქუთაისის მუნიციპალიტეტი დღეს არსებული სისტემით, ხო? რაც უნდა განვითარდეს და დღეგე რაც უნდა გაზარდოს, თავისი იმის გამო რომ სხვა ჩავარდება, სხვა შეიძლება ჩავარდეს. მის შემოსავალი შეიძლება არ გაიზარდოს ისე როგორც განვითარდა. საშემოსავლოს აქ ეს შევქმენი 1000 სამუშაო ადგილი, ან 100 სამუშაო ადგილი, ამასი კაცის გადასახადი შემომდის მე. ანუ პირდაპირ არის ეს გადასახადი რატომ არის ასეთი, პირდაპირ არის იმისი ხელშემწყობი რომ მუნიციპალიტეტი დაინტერესებული იყოს სამუშაო ადგილების შექმნაზე. ჩვენი ეკონომიკური განვითარების ან ზედმეტი ცენტრალიზების ერთ-ერთი უბედურება ჩემი აზრით ის არის რომ ფაქტიურად როგორც ეკონომიკის სუბიექტები მუნიციპალიტეტები არსებობენ, მათ არანაირი გავლენა არ აქვს. ყველაფერი არის ცენტრალიზებული და ერთი ორგანო ეკონომიკის სამინისტრო და აი ეს შესაბამისი უწყებები არიან პასუხისმგებლები. დანარჩენები უბრალოდ არიან მომხმარებლები. ანუ ერთი მუშაობს, ყველა დანარჩენი ასე ქვევიდან უყურებს, რაც გადმოუგდებენ იმაზე არის ორიენტება, რაც ჩემი აზრით აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, იმიტომ რომ აი ხლა როგორც 3600 სოფელზე ვლაპარაკობთ, ხო? ეკონომიკის სამინისტრო ყოველთვის დაინტერესებული იქნება დიდი ინვესტიციის მოზიებაში, იმიტომ რომ ის მაკროეკონომიკაზე არის პასუხისმგებელი. 100.000 არის, 200.000 არის, ეს მისი მხედველობის არეშიც ვერ მოხდება. რაც არის მუნიციპალიტეტის საქმე. ცალსახად მუნიციპალიტეტის თემა არის ის რომ ხა ეკონომიკური განვითარება, გასაგებია სამინისტრო არსებობს და პოლიტიკის განსაზღვრა მისია და ამაში ვერ შევედავებით და მსხვილი ინვესტორებიც ახლა გასაგებია რომ ცენტრალურ ხელისუფლებას, მაგრამ არსებობს ეგეთი ტერმინი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება. ხო? ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებაში წამყვანი ერთ-ერთი რა თქმა უნდა ბიზნესია, მაგრამ წამყვანი არის ადგილობრივი ხელისუფლება. არიან მუნიციპალიტეტები, ვინც უფრო ინტენსიურად არიან ამას ჩართული და ესმით რომ შეიძლება კაპიტალი მის ბიუჯეტის ფინანსებზე, ნაწილობრივ მაინც იქნება განვითარება მიბული, მაგრამ დასაქმება, სოციალური თემატიკა და შემდეგ და ის ამოის უმთქავს და მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩართულია. ხო? ან შუამავლობაში ცენტრალურ ხელისუფლებას ამავლობით არის დაკავებული მთავრობასა და რაღაცა თვითონ ახლა იქ შენებლობის ნებართვა თუ რა არის, რაღაცა ეს ბიუროკრატიული ბარიერები რაღაცა მოხსნას, ხო, ახლა მთლიანად არ მოხსნას, მაგრამ გაუმარტივოს ვისაც უნდა რომ რაღაც ინვესტიციის ჩადება და ეგ არის სწორი ხედვა, ხო? და არა ის რომ აიმე ესე რაღაცა ჩემ ხელმოწერას 6 თვე ელოდოს ვიღაც, ხო? არა, რა თქმა უნდა, დროზე დრო, იმიტომ რაც უფრო დროზე ჩაიდება, მით უფრო დროზე დასაქმდება ვიღაცა, თანხა მივა ბიუჯეტში და ასე შემდეგ. ხო, აი, მგონია, რომ რაც უფრო მეტი мотиваცია ექნება, მით უკეთესია და არ იქნება ეს უკვე პიროვნულ დამოკიდებული ხასიათზე ეს იქნება უფრო დამოკიდებული, რომ თუ არ გააკეთებ ამას, შენ საბიუჯეტო შემოსავლები ვერ გაიზრდება მაშინ და ამიტომაც ო მან და კიდე მიწის საკითხი მახსოვს ის შემთხვევაში როდესაც მე იყავი ჩამოვიტანე დასარეგისტრირებლად აღურცავი მიწები და წავიდა ეკონომიკის სამინისტრომ დაირეგისტრირა იყო ასეთი შემთხვევებიც ხო ანუ ეს თემებიც არ არის იმიტომ რომ მიწა და ქონება რომელიც დგას აი მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე უნდა იყოს მუნიციპალიტეტი აი რა გავაკეთე კანონში კანონი ჩვენია, მაგრამ გადაცემული არის. 99 97 წელს დაიწერა
პირველი დოკუმენტი, პირველი კანონი თვითმმართველობის შესახებ და იქ ითქვა, რომ შეიქმნება სამთავრობო კომისია, რომელიც გამიჯნავს ქონება. ეს ჩანაწერები ჩვენ გვაქვს, ხო, აი თქვათ ეს, რომ შენია, მაგრამ შენია არა. მეორე არის რომ რაღაც ადგილობრივი მნიშვნელობის წყალი შენია და ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე და ნუ ტყეზე ხა ცოტა დაიწყო, მაგრამ წყალზე მე ითქვა, რომ სანამ არ განისაზღვრა, ანუ რა არის ადგილობრივი მნიშვნელობის არა, განსაზღვრა როგორ შენია. და ამიტომაც ნუ არ არის. ესე იგი, ნუ ვერ სარგებლობ და ვერ ამ დროს ეს ხო ის ინსტრუმენტებია, როდესაც შენ საუბრობდი რა, რითი უნდა იმუშაოს, ადგილობრივი ეკონომიკა რითი უნდა ამუშაოს, მაგ ინსტრუმენტების გამოყენებით უნდა ამუშაოს. ეკონომიკურ თეორიას აქვს, რომ 3-4 ფაქტორია, რითაც ეკონომიკა შეიძლება განავითარო. ნუ ადამიანური ერთი გასაგებია და ბუნებრივი რესურსები და ამ ბუნებრივი რესურსებში მოიაზრება მიწაც და ასე შემდეგ და ვინც არის ამის მესაკუთრე, მას აქვს გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე. თუ არც ერთ ამ რესურსს არ ფლობს მუნიციპალიტეტი, მაშინ შენ რანაირად შეძლებ. ახლა მაგ ხო 2020 წლით იყო ბოლოს რა მოვიღეთ 11000 მიწის დაკვეთ ფლობდა ეკონომიკის 11000-ზე იდგა შენობა ნაგებობა რომელიც დადგურდებოდა. 30 წელი არ გადავეწით მუნიციპალიტეტებს იქ რაღაცების გაკეთება საოფისე პარსად გამოიყენა და გააქირავებდა, ანუ ეკონომიკაში ჩაერთვებოდა. ხო, შედეგად რა მოვიღეთ 2023 წელს უკვე ამ შენობა ნაგებობების დანგრევისათვის 5 მილიონი გამოვყავით ბიუჯეტიდან, 3-5 მილიონი აღარ მახსოვს. ანუ ეს არის ჩემთვის აი მთელი ამ 30 წლის განმავლობაში აი დიდი სისულელეს, როგორც ვაშენებდი ქვეყნად ერთ-ერთი ნიმუში. ქონებას, რომელსაც უნდა მოეტანა შემოსავალი, მოგვიტანა ხარჯი იმისათვის, რომ დავანგრიოთ. ისევ მდგომარეობამდე მივიყვანეთ. ხო, ну მან ორი მიდგომა, ერთი ცენტრალური ყოველთვის ამბობს, რომ ეს მსხვილი რაღაცების დაშლა არ მინდა, იმიტომ რომ მოვიდეს დიდი ინვესტორი და ასე შემდეგ. მეორე არის რომ მუნიციპალური რომ გადმომეცი. ყველაზე მთავარი არის გაურკვეველი, ყველაზე ცუდია გაურკვევლობა. აი მაგათაც დაურეგისტრირებელი. რო არის კერძოა, მუნიციპალურია, სახელმწიფო მაგას მე მაგათაც ეკპოზიცია მქონდა რომ მოდი პირველი ეტაპი ის იყოს რომ ვისი რა არის მაინც გავარკვიოთ. კაი ბატონო იყოს სახელმწიფოსი რაღაცა და აქეთ მუნიციპალიტეტს და მეორე ეტაპი იყოს რომ მომეცი. მაგრამ ჩვენ ვიცით რომ მაგათ არასასოფლო მიწაზეც კი პრობლემაა ხო, ახლა არასასოფლო ძირითადად ქალაქებშია. იქაც წერია პირდაპირ ძალსახად რომ არის თუ კერძო არ არის შენი. მაგრამ თუ დაგასწრო დარეგისტრირება ცენტრალურმა მე უკვე გამოდის რომ დაურეგისტრირებელი არ არის პროცესი რომელიც შენ დაიწყე. ეგ ხო ნების თემაა, თორე არ არის ახლა დიდი სირთულე მაგის ესე ნუ იქ წამოვიდა რაღაცა პატარა ნაკვეთებზე, ნუ იყო რაღაცა, იმიტომ რომ ეს 0.1% არ არის რაც გადაეცა აი ამ ბოლო პერიოდში მთელი აი ამ ნაკვეთების 900 ჰექტარზე მეტი იყო 1%-ს არ არის რაც გადაეცა. დიდი მადლობა ბატონიშოთა. აიხარეთ. იმედი ვარ კიდე შევხვდებით და უფრო ოპტიმისტურად მოგვიწევს ამ საუბარი. მეტი დეცენტრალიზაცია იქნება. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და იმედი გვაქვს რომ გვიყურებთ და მოგიწოდებთ რომ გააზიაროთ რა შეიძლება ბევრმა ნახოს ამ პრობლემების შესახებ, რაც რეალურად არის საქართველოში და რაზეც სამწუხაროდ ძალიან ცოტა ზღესაუბრებიან ჩვენი პოლიტიკოსები, სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები და ადამიანებს აქვთ უფლება იცოდნენ რა არის პრობლემები, რეალური პრობლემები მათ სახელმწიფოში და რატო არ გვაქვს გამართული მომუშავე სისტემა. მადლობა.